მოგესალმებით, მე ვარ მერკიუ და დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ საკმაოდ ლამაზი და საინტერესო ლოკაცია, რომელიც მდებარეობს აქვე თბილისში, კერძოდ მთაწმინდის ტერიტორიაზე. ძალიან ლამაზი ხედებით და ლამაზი ბუნებით. სტარტს ავიღებთ აქვე თავისუფლების მოედნიდან და გავემართებით მთაწმინდის მიმართულებით. ზოგადად მაგ ადგილზე მისვლა შეგიძლიათ ნებისმიერი ტრანსპორტით, ბორბლით, მოტოციკლეტით, ველოსიპედით, თუ კარგ ფორმაში ხართ და თუ ძალიან კარგ ფორმაში ხართ, ფეხითაც მიხვალთ. მოკლედ გადავწყვიტე შექმნა ახალი პლეილისტი სახელად სად წავიდეთ. სადაც იქნება თავმოყრილი ვიდეოების კოლექცია, რომლებშიც გაჩვენებ სხვადასხვა საინტერესო ლოკაციებს, სადაც შეძლებთ თქვენი ტრანსპორტით მისვლას. სავარაუდოდ ეს ბაიკერიც მთაწმინდისკენ მიემართება. ეს ვიდეოები გათვლილი იქნება არა მხოლოდ ბორბლის რაიდერებისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ტრანსპორტისთვის. ხოლო რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ ლოკაციას, იქვე დაახლოებით 9 კილომეტრში არის ავტობუსის გაჩერება და თუ არ გეზარდებათ რამოდენიმე ასეული მეტრის ფეხით გავლა, შეგიძლიათ საზოგადო ტრანსპორტითაც მიხვიდეთ. მოდი ამ სატვირთოს აქვე გადავასწრებ ქოფენილიდან, იმიტომ რომ არ მინდა რომ კაცში ცუდად ჩანდეს. მე ჩემნია ლამაზი კადრები დაგანახოთ ვიდრე რაღაც გიგანტური სატვირთოს უკანალი, რომელიც ადასასიამოვნოა. ესე იგი აქ მოუხიოთ და გადავიდეთ ჩვენს გზაზე. მე მგონი არავის უყვარს ისეთი ტრანსპორტის უკან სიარული, რომელიც წინ ხედს უფარავს. მეც მაგ კატეგორიაში გავდივარ. ეს ტაქსი რაღაც ძალიან უცნაურს აკეთებს. მე მგონი გზის გადაკვეთას ცდილობს. ვიღაცები უსიგნალებენ კიდევაც, კაი ჩვენ გავეცალოთ მას და წავიდეთ ჩვენი გზით. არავის ხელი არ შეუშალოთ. ამასობაში გიამბობ თუ რატომ გადავუწყვიტე ამ ვიდეოების წამოწყება ამ ახალი რუბრიკის. მოკლედ, როდესაც რაიდერები ვიკრიბებოდით ხოლმე, ყოველთვის გვიჩნდებოდა ეს შეკითხვა, სად წავიდეთ? და შევქმნი ახალ პლეილისტს, სადაც იქნება ვიდეოები თბილისში ან თბილისთან ახლო მდებარე საინტერესო და ლამაზი ლოკაციების, სადაც შეძლებთ მისვლას სხვადასხვა ტრანსპორტებით, გაჩერებას, პიკნიკის მოწყობას, ან უბრალოდ ხედებით დატკობას. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ასეთ ადგილებში ხშირად მიდიან ტურისტები და იქ ნახულობენ საკმაოდ არასასიამოვნო რაღაცას. კერძოდ სხვების მიერ დაყრილი ნაგავს. სამწუხაროდ, ჩემი დაკვირვებით, ხშირად ისე ხდება, რომ ამ ნაგავს ქართველები უფრო ხშირად ყრიან ხოლმე ვიდრე ტურისტები. ტურისტები ძირითადად შემთხვევაში საერთოდ არ ანაგვიანებენ ასეთ ადგილებს, ტურისტებს გააჩნია, მაგრამ საუბარი მაქვს ახლა ძირითად შემთხვევებზე და არა გამონაკლისებზე. ხო და ჩვენ შეძლებთ გვარად და არა მხოლოდ შეძლებთ გვარად, არამედ ჩვენი ვალდებულებაც იქნება ის, რომ ასეთ ადგილებზე შევინარჩუნოთ მაქსიმალური სისუფთავე. არა მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ჩვენს მიერ დაყრილი ნაგავი ავიღოთ, არამედ იმაზეც, რომ სხვის მიერ დაყრილი ნაგავიც წამოვიღოთ იქედან. ანუ ნახეთ რანაირი სიტუაცია, ეხლა მე პირადად ესე კაი ტიპი გამოვდივარ, თუ მე ნაგავს არ უყრი და არ ტოვებ და ჩემს მიერ დატოვებულ ნაგავს ვიღებ და მიმაქვს, მაგრამ იქაურობას მაინც დანაგვიანებულ ვტოვებ. რომელი ნაგავი ჩემი არ არის. ანუ ჩემ თავთან ხო რავი, მაგარი ტიპი გამოვდივარ, კარგი და პატიოსანი, მაგრამ ბუნებასთან და ჩემ ქვეყანასთან მიმართებაში საკმაოდ დიდი ეგოისტი. ხო და იმასაც უნდა ვეცადოთ, რომ სხვისი ნაგავიც ავიღოთ. ამაში არაფერი არ არის სამარცხინო, პირიქით ძალიან დასაფასებელია, როდესაც ადამიანი ბუნებას უფრთხილდება. ამ ყველაფერზე ასეთ დიდ აქცენტს წყვილად არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ვიდეოები თუ რაღაც გარკვეული რაოდენობის ნახვებს დააგროვებს, რაღაც ხო ჩემს პასუხისმგებლობაშიც გადის ის, რომ ასეთი ტერიტორიების სისუფთავეში შევინარჩუნოთ. ხო და არ მინდა რომ ვინმე ჩემს მიერ მისულმა სტუმარმა, ტურისტმა და ან ქართველმა ადამიანმა იქ რამე ნაგავი დატოვოს. სამწუხაროდ ბევრ ადამიანს ძალიან ორმაგი სტანდარტები აქვს. ხშირად ხვდება კომენტარები, სადაც ინდოელ კურიერებს განიკითხავენ სიბინძურის გამო და იმის გამო რომ ნაგავს ყრიან და ამ დროს თვითონ გაცილებით უარეს აკეთებენ და ამოდროულად ევროპელობაზე აქვთ ძალიან დიდი პრეტენზიები. რავი ხალხო, ანუ რომ დაფიქრდებთ, ალბათ მიხვდებით, რომ მსგავსი აზროვნების სტილი ცოტა არასწორია, ასეთ რბილად რომ ვთქვათ. და მე რა თქმა უნდა არ მინდა რომ ჩემი ვიდეოს ზეგავლენის შედეგად მოხდეს ამ ადგილების დაბინძურება, რომ რომელიმე მაყურებელი იქ მივიდეს და დატოვოს რაღაც არასასურველი ნაგავი. პირიქით უფრო მეტად გამიხარდება თუ ჩემი მაყურებელი გამოიჩენს ინიციატივას და შეინახავს ამ ბუნებრივ სისუფთავეს. და ბოლოს უბრალოდ ადამიანური თხოვნა მექნება, რომ
ნაგავი არ დაყაროთ. ეხლა დაგინებას არ ვაპირებთ, მაგრამ პრინციპში პატარა ვიდეო ჩაგისვამთ, მოკლედ ვინც ნაგავი დაყაროს იმას მოუთხარ დედის ტრაკი. იმედი მაქვს რომ როგორც ხუმრობათ ისე მიიღებთ და არა როგორც შეურაცხყოფას. ჩამიგჯერა? ჩვენ კიდე გავაგზავნოთ ჩვენი სულა. ახლა ზაფხულია, ბუნება გადამწვანებულია, დროით ლამაზი კადრები გამოდის. სხვათა შორის ამ დრონის შესახებაც ვფიქრობ ვიდეოს ჩაწერას. საკმაოდ საინტერესო დრონია, იგი არის სრულიად ავტონომიური, არ ჭირდება პილოტი. უბრალოდ ხელში მიჭრავს ეგრეთ წოდებული GPS ტრეკერი, რომელიც ამ დროს მოყვა და ამ ტრეკერის მეშვეობით შეუძლია ნებისმიერ ლოკაციაზე მიპოვოს. თუნდაც რაღაც ობიექტს რომ ამოუეფარო, იგი მაინც გამომყვება და სწორ მიზანში ამოიღებს კადრს. თუ დაგაინტერესებთ, მომწერეთ კომენტარებში და ამ დრონზეც ჩავწერ პატარა რევიუს. სხვათა შორის მანამდე მქონდა რამოდენიმე DJI-ის დრონი, რომელიც სამწუხაროდ ვერ არ გამომადგა. ამ DJI დრონებს არ აქვს საკმარისად კარგი ავტონომიური ფუნქციები, კერძოდ motion tracking-ი. ობიექტს ხშირად კარგავდა და ზოგიერთ შემთხვევაში ეჯახებოდა სხვადასხვა წინაღობებს. რის გამოც რამოდენიმე დრონი დავკარგე, საბედნიეროდ ბოროს აღმოვაჩინე Skydio 2+, ეგრე ქვია ამ დრონს, რომელიც რაღაც ფანტასტიკური შესაძლებლობების დრონია. მას სრულიად უპრობლემოდ შეუძლია ადამიანის დაფიქსირება და კადრში დატოვება, ისე რომ იგი მარტივად არ დაკარგოს და რომც გააცოთ და ასე ვთქვათ სპეციალურად შეეცადოთ მის ჩამოტოვებას, იგი GPS ტრეკერის მეშვეობით გიპოვით და გააგრძელებს თქვენს ავტომატურ ტრეკინგს. Anche per Husky's Motoparks უნდა გავწდეთ და დავიჭიროთ მარჯვენა ზოლი. აი მარცხნივ არის Husky's Motopark-ი და მარჯვნივ არის კიდევ ერთი მაღაზია. ჩვენც მარჯვენა ზოლი უნდა დავიკავოთ და გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ცვლა. წინ დაგხვდება ორი ავტობუსის გაჩერება. პირველი ავტობუსის გაჩერებას უნდა ჩავუაროთ და მეორე ავტობუსის გაჩერებასთან უნდა შევხვდეთ მარცხნივ. უბრალოდ მეორე ავტობუსის გაჩერებამდე. აი აქ უნდა შევუხვიოთ ავტობუსის გაჩერებამდე და გავაგრძელოთ ისევ მარჯვნივ გზა და შემდეგ ისევ მარცხნივ მოსახვეში შევიდეთ. და აქვე დაგხვდებათ ასეთი მოსახვევი, სადაც უნდა შევუხვიოთ. აი აქვე მოჩას პატარა ცუგა, რომელიც იმედი მაქვს რომ აგრესიული არ იქნება. ცოტათი აგრესიული აღმოჩნდა, არა უშავს. ეს პატარა ცუგები ზოგადად დიდ გულზე არიან ხოლმე და არ რიდებათ აგრესიის გამოხატვა. ჩვენ კიდე გავაგზავნოთ სვლა პირდაპირ ყოველგვარი აგრესიის გარეშე. და ბოლოში აქვე შეგხვდება ასეთ პატარა სახლის ფორმის წარწერა, რომელზეც აწერია Lost Hut, დაკარგული ქოხი და შემდეგ მოდის ასეთ პატარა ბილიკი ბეტონის ოდნავ რაღაც მონაკვეთებში ოდნავ რთული გადასალახი შეიძლება იყოს პატარა და სუსტი ტრანსპორტებით, მაგრამ საბედნიეროდ არა ელექტრომონაბრობლისთვის. დავძლიოთ ეს აღმართი და ბოლოში იქნება სულ ცოტაოდენი off-road-ი, ცოტაოდენი გულისხმობ მაქსიმუმ 200 მეტრს. სადაც ტრანსპორტით ასვლა შეძლებთ უპრობლემოდ. აი აქვე დრონის ხმაც მესმის უკვე როგორც ჩანს მიპოვა. წეღად დამკარგა, მაგრამ საბედნიეროდ GPS-ი აქვს. და შეგიძლიათ დავიკვეთ აქაური ხედებითაც. წეგან ვახსენე რომ უკანა გზაზე საკმაოდ კარგი ხედები იქნებოდა, რადგან ეს ხედები ჩვენს ზურგს უკან არის და ამ მომენტში ვერ ხედავთ, მაგრამ უბრალოდ თავი რომ მოაბრუნოთ, შეგიძლიათ დათქმეთ აქაურობის სილამაზით. შეხედამდე კარგი ლოკაციაა. ახლა იმ off-road-ზე ვართ, რომელიც წეგან ვახსენე. აი აქ უნდა გადავუხვიოთ მარჯვენა მიმართულებით. აი ეს მარჯვენა მიმართულები არის ოდნავ რთული. თუმცა არის ძალიან მოკლე, სულ რაღაც 30 მეტრია და აქ ასვლას თუ არ დააპირებთ, შეგიძლიათ თქვენი ტრანსპორტთან მიაყენოთ და განაგოთ ფეხით, რადგან სულ რაღაც რამოდენიმე ნაბიჯის გავლა გიწევთ იმისთვის, რომ მიხვიდეთ დანაშაულების წერტილამდე. ბოლოში წავედით.
ეს პატარა ჭიშკარიც უნდა გავიაროთ და აქედან უკვე გადაიშლება ულამაზესი ხედები ჩვენს ქალაქზე. და ბოლოში არის ეს პატარა ქოხი. ნუ ქოხი არ ქვია, სხვა რაღაცა ქვია, მაგრამ ამ ნაგებობის ქართული დასახელება არ მომწონს. აჰა, ჩვენც მოვედით. აქედან ჩანს მთელი თბილისი, აგრეთვე კუსტვის მონაკვეთი, თბილისის ზღვა, საბურთალო, კეთილიც მოჩანს იქეთ, ვაზისუბანი. როგორც დასაწყისში თქვი ამ ადგილის ლოკაციას, ქვემოთაც მიუთითებ Google-ის რუკების ლინკის სახით. და ბოლოში თხოვნა მექნება რომ დაწეროთ კომენტარი და ლაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გააგრძელოთ ვიდეოების ყურება. წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.